გამარჯობათ მეგობრებო. ამ ვიდეოში მინდა შევადაროთ ორი ნაკსოვი ერთმანეთს. თითქმის ერთნაირი ახლა რო დააკვირდეთ, ერთნაირი სქემა არის, რაც არის მოქსოვილი. ეს ჩვენ უკვე მოქსოვილი გვაქვს და შეგიძლიათ ნახოთ ზუსტად ამის წინა ვიდეო. ახლა სადაც ხედავთ ამ ვიდეოს, წინა ვიდეო არის ჩაწერილი, აი ეს სქემა როგორ იქსოვება. ახლა ნაკსოვზე ეს თვლები ზემოდან როგორ ვატაროთ, ჩავწერეთ ჩვენ, კიდევ ამბობ, წინა ვიდეო არის. ჩვეულებრივად გადაგვაქვს ეს თვლები, ვგსოვთ, გადატანით და გამოდის ასეთი სქემა შემდეგ, ასეთი სახე. ახლა ეს შეგიძლიათ წაღმაც გსოვოთ, აქ ჩვენ უკუღმა გვაქვს ნაკსოვი, ჩვეულებრივ წაღმაზეც ატაროთ ეს თვლები ასე და გსოვოთ. და რა განსხვავება ახლა, რატომ მინდა რომ შევადაროთ ეს ორი ნაკსოვი ერთმანეთს. ახლა ამას თუ შეხედავთ, ეს არის უფრო, აი ეს თვლები თავისუფალი და ეს არის უფრო მჭიდრო ნაკსოვი და დამჯდარი ეს თვლები, ხო? აშკარად ჩანს ეს სხვაობა. ამ ორ ნაკსოვს შორის მიუხედავად ერთი და იგივე სქემაა. კიდევ ვიმეორებ, შეგიძლიათ ეს ფონი, რაც უკუღმა არის, წაღმა გსოვოთ და წაღმაზე ატაროთ, ისაც ლამაზია ძალიან. ეს თუ ეს უკეთესია, რატომ გვაქვს მოქსოვილი ეს და რატომ გვიდევს ვიდეო. ეს ყველასთვის ადვილად გასაგები და ადვილი მოსაქსოვია. ყველასთვის ვამბობ, დამწყებებისთვის, ვინც იწყებს ქსოვას, თვლების ამოყვანას, შემდეგ სქემებზე გადასვლას, ეს ადვილია იმისთვის, რომ მოქსოვოს. ეს ცოტა, ამასთან შედარებით, ცოტა რთული გასაგებია და გასაკეთებელი. ახლა ესაც ვნახოთ, ეს გვაქვს უკვე კიდევ ამბობ ეს ვიდეო, ვნახოთ რა განსხვავებაა და ეს რატომ არის უფრო მჭიდრო თვლები და მორგებული ნაკსოვზე ეს გარედან ამ თვლების გადატანა და გადმოტანა. ერთი სიტყვით ეს აღარ გვჭირდება, გავიგეთ რას ვეძებთ და რას განვიხილავთ ამ ერთი და იგივე სქემაში და ახლა დავიწყოთ. ზუსტად იგივე სქემა დავაყენე და იგივენაირად არის თვლები, როგორც იმ ვიდეოში, იმ ნაკსოვზე, უბრალოდ ჩვენ ვნახოთ რა სხვაობაა და როგორ მოვგსოვოთ. ნახეთ ახლა ეს თვალი მოდის აქეთ, ხო? ხედავთ, რომ აქეთ მოდის. ამ თვალს ვატრიალებ წაღმა თვალს, რომელსაც გარედან ვატარებ მე. მაგრამ არ ვგსოვ. გავდივარ მეორე უკუღმა თვალში და ვგსოვ. მაგრამ წინა თვალი მოსაქსოვი მაქვს წაღმა, რომელსაც გარედან ვატარებ. ახლა დააკვირდეთ, გავდივარ და ორივე თვალს ერთად ამოვიყვან, მოსაქსოვსაც წინა თვალს და შემდეგ მოქსოვილსაც. ვაგრძელებთ ქსოვას. ახლა გვაქვს უკუღმა და წაღმა, ერთი უკუღმა რო დარჩება. ახლა ნახე, ეს თვალი აქეთ მოდის. ეს რა პროცედურაც აქ გავაკეთეთ, ეს აქეთ მოდის და იმიტომ მოვგსოვეთ ასე. აქეთ რომ მოდის. წაღმა თვალი, რომელსაც გარედან ვატარებთ და ერთი უკუღმა აქვს წინ. გავდივარ და ორივეში გამომყავს თვალი, მაგრამ არ გადავაგდებ, არ გადამაქვს. დააკვირდეთ? ახლა ვგსოვ იმ უკუღმა თვალს. ეს თვალი იქით მიდის, გარედან რომელსაც ვატარებთ, ხო? ვატრიალებ აუცილებლად, რომ სისწორე მიიღოს თვალმა, მაგრამ არ ვგსოვ. გავდივარ შემდეგ უკუღმა თვალში და ვგსოვ. ახლა
მოსაქსოვსაც და მოქსოვილსაც ერთად ამოვიყვან. მაქვს ერთი უკუღმა და შემდეგ წაღმა თვალი, რომელსაც გარედან ვატარებ. ერთად ამომყავს, მაგრამ არ გადამაქვს, შემდეგ ამომაქვს ის უკუღმა თვალი უკან, რომელიც არის. აქეთ როცა მიდის თვალი, სულ სხვანაირად ვგსოვთ, აქეთ როცა მოდის თვალი, სულ სხვანაირად ერთმანეთისგან განსხვავებით ვგსოვთ. თვლებს, რომლებსაც გარედან ვატარებთ. დანარჩენი ახლა უკუღმა თვლები ჩვეულებრივად იქსოვება. წაღმა თვალს ვატრიალებ და ვაბრუნებ უკან, ვგსოვ უკუღმა თვალს. ახლა ორივე თვალს ერთად ამოვიყვან. უკუღმა და წაღმა გავდივარ აქედან და ერთად ამომყავს, მაგრამ არ გადავაქვს. შემდეგ მარტო ამ თვალს ვგსოვ. ახლა განსხვავებას ხედავთ, ხო, ჯერ ორივეს ვგსოვ და შემდეგ იმ უკანა თვალს ვგსოვ, უკუღმა თვალი რო წავიდა უკან. ახლა აქედან ძალიან დააკვირდით. და რას? აქედან უკუღმა იქსოვება მხოლოდ ის თვლები, რომელიც აქედან წაღმაა და გარედან ვატარებთ. მხოლოდ. დანარჩენი თვლები ყველა იქსოვება უკუღმა. აქედან წაღმა იქნება თავისთავად. აი ეს ყველა თვლები იქსოვება უკუღმა, წაღმა იქსოვება მხოლოდ ეს თვლები გარედან რო ვატარებთ, შესაბამისად აქედან ყველა წაღმა იქნება და უკუღმა იქნება მხოლოდ ის თვლები, რომელსაც აქედან გარეთ ვატარებთ. აი ასე. დანარჩენი ყველა წაღმა იქსოვება. მიუხედავად იმისა, რომ წაღმა თვლებთან ერთად ამოყვანილი თვლები იქიდან ის ორი წაღმა იქსოვება, აქედან მაინც ყველა წაღმა და აქედან ყველა უკუღმა უნდა მოხდეს შიგით. მგონი გასაგებია, რა ვთქვი. არ ვიცი. უკაცრავად. აი ასე. აი ამ თვლებს ვამბობ, რომ გადმოგვაქვს და იქიდან უკუღმა თვალს წაღმა ამოყვავს იმ წაღმა თვალთან ერთად, იმ შემთხვევაში, იმ მომენტში ერთად რო გსოვთ, ხო რთულია, რომ ამოიყვანო აქედან უკუღმა და გსოვთ წაღმა, მაგრამ ეს გადმოტანილი თვალი ფარავს და არ ჩანს, რომ ის აქედან იძულებული ვართ წაღმა მოგგსოვოთ. მაგრამ შემდეგ აქედან რო გავდივართ, უკვე ამ თვლებს ყველას წაღმა ვგსოვთ, რაც იქიდან უკუღმა უნდა იყოს. აი ახლა აქედან ყველა თვალი იქსოვება უკუღმა, გარდა ამ წაღმა თვლების, რომელსაც გარედან ვატარებთ. აი ეს თვლები რო გადმოგვაქვს და გადაგვაქვს, შემდეგ აუცილებლად აქედან ყველა უკუღმა უნდა იყოს მოგგსოვილი.
იმ სქემასთან შედარებით ვამბობ, რომ ის ადვილია და ყველასთვის ადვილია მოსაქსოვად, ხელის მისაჩვევად, სქემის აღსაქმელად, ასე ვთქვათ, მაგრამ ეს მეთოდი, როგორ თქვა, განსხვავებული მეთოდი, უფრო მჭიდრო ნაქსოვი გამოდის ეს თვალი ზემოდან, რომელსაც დაატარებ ნაქსოვზე და უფრო მყარი. დანარჩენი სქემა როგორც არის, იცით, ხედავთ, მოგხსოვთ ჩვეულებრივ წინა ვიდეოც ზუსტად ამის წინ დევს ის მეორე ვიდეო. აი ესაა სხვაობა ამ ორ სქემას შორის და ბევრად უფრო დამჯდარი ნაქსოვია ამ სქემით თუ მოგხსოვთ. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ.